მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ წინა ვიდეოში ვისაუბრე მე ბევრ საკითხთან დაკავშირებით და იქ ვახსენე რომ უნდა ყოლოდათ ავტომობილიდან რაც შეეხება ავტომობილის ყოლას გეტყვით აქაც რა პრობლემებთან დაკავშირებით შეიძლება აღმოჩნდეთ ეს არ არის არ გეგონოთ ხა მე იქ რახან ვახსენე რომ ავტომობილს იყიდით და ივლით ვიყიდე და всё ყველაფერი კარგადაა ეგრე არ ხდება აქ ჭირდება დაზღვევა შენს სახელზე აქ მე არ მაქვს უფლება ჩემი მანქანა რომც მოვინდო მოგათხოვო მეც პრობლემის წინაშე ვდგები და შენც ამიტომ აქ ყველა ვისაც ყავს თავის სახელზე თუ დაზღვევას ვაკეთებ მაშინ უნდა დაგამატო დაზღვევაში რომ შენია რომ ჩემი ავტომობილი თუ არა და არ გაქვს გადაადგილების უფლება საერთოდ ანუ უნდა ყავდეს შენი ავტომობილი უნდა გაუკეთო დაზღვევა დაზღვევის ფასებს რაც შეეხება რახან პირველად აზღვევ ავტომობილს ამ ქვეყანაში ირლანდიაში და გამოცდილება არა გაქვს ეგ არის ჩვეულებრივად აქ როგორც გამოცდილება დამოწმებული ის რომ შენ ნამდვილად ამ ქვეყანაში გაქვს მართვის გამოცდილება თუ არ გაქვს მართვის გამოცდილება ეს არის ძალიან ძვირ თანხებთან დაკავშირებული შეიძლება მოგიწიოთ ყოველთვიური გადასახადი 400 ევროც 450-ით 300-ით და ასე შემდეგ ნუ ეგეც გვარდება მაგრამ იცოდეთ რომ მაგ პრობლემის წინაშე შეიძლება რომ დადგეთ 12 მანქანა მყავს გამოცვლილი ირლანდიაში და ყველა ის ვიცი ქუჩაშიც ვარ ჩამონასმევი დანატოვები და რამდენი მანქანა მყავს წართმეული და მანქანას რო წაგათმევენ სამი წართმევის მერე სასამართლო გექნება და სასამართლო რა თქმა უნდა ალბათ დიდი ალბათობით ლიშენიასაც გამოიტილებათ ასე რომ ჭირდებათ ავტომობილს როცა ყიდულობთ აუცილებლად უნდა იყოს თქვენს სახელზე ირლანდიაში მე აქ მათხოვებ და კაი ტიპობას გინდა არ გინდა რომ შემეძლოს რა ვიცი ხა მერთან გაგვიჭიროს თორე სხვა გზა რო იცი ესეთი რამე პროსტო რატო უნდა ითხოვო ისედაც ადამიანმა ხო ეგ ეგრეა თუ რამე ვიმეორებ თუ რამე ხა გასაჭირი არაა და გამოუვალი სიტუაცია არაა ეგ კიდე სხვა შემთხვევა რისკის ქვეშ გიღირს მაშინ თავის დაყენება აუცილებლად ჭირდება დაზღვევა ჭირდება გზის გადასახადი კარგი დამოკიდებულია ავტომობილის ძრავზე, წელზე და ხო, ძრავზე და წელზე პრინციპში და მეტი რაზე, რა ვიცი, არც არაფერზე მაგაზია დამოკიდებული. ეხლა მე მყავს 2-დან 2 ძრავით 2010 წლიანი ავტომობილი, გადასახადი მაქვს გზის თვეში 80 ევრომდე, 3 თვეში 80 ევრომდე, 3 თვეში. ეგ არაფერი, ეგ დიდი არაფერია. ეგეც უნდა კონდეს და უბრალოდ რო იცოდეთ რა საბუთები უნდა შეკრათ და რა დაგჭირდებათ ავტომობილი რომ ყავდეთ. არ იფიქროთ ის რომ იქ ჩავალ, ჩემს ვინმეს ავტომობილი ყავს, ის მაინც სამსახურშია და მე გამოვართმევ და ვივლი, ვერ ივლი, იმიტომ რომ დიდი პრობლემის წინაშე შეიძლება დადგე შენც და როგორც ვახსენე, პრობლემის წინაშე რო არ დადგეს არავინ, ამიტომ თქვენ სახელზე გეყოლებათ ავტომობილი დაზღვევის ამბავი აუცილებლად მოსაგვარებელი გექნებათ იმის გზის გადასახადი აუცილებლად მოსაგვარებელი გექნებათ რომ იცოდეთ ეს როცა ავტომობილის ყოლას გადაწყვეტ და მანქანას ტექ დათვალიერება აუცილებლად გავლილი უნდა კონდეს ეს რაც შეეხება ავტომობილზე ვისაც აინტერესებს ნუ ავტომობილების ფასები როგორ გითხრათ ეხა განსხვავდება აქ ძვირია საერთოდ ამ ქვეყანაში ევროპასთან შედარებით სიძვირეა იყიდით რა აქ თავარი არის რომ ტექ დათვალიერება გავლილი კონდეს ისეთი ავტომობილი იყიდოთ იმიტომ რომ თქვენ დრო არ გაქვთ ხელოსნებთან სირბილისთვის თქვენ დრო არ გაქვთ აქ რომ ნაწილებზე ირბინოთ და ასე შემდეგ და როცა ტექ დათვალიერება გავლილი აქვს იცი რომ აი ავტომობილი 10 თვე იქნება თუ 1 წელი ეს გავლილი აქვს ხელი არაა მოსაკიდებელი და პრობლემას არ შეგექმნება ადამიანს ამიტომ ავტომობილის ყოლასთან ერთად აუცილებლად იფიქრეთ რომ ეს საბუთები გქონდეთ ავტომობილის ფასებს რაც შეეხება ყველანაირ ფასიანი ავტომობილია მაგრამ ტექ დათვალიერებას რასაც ვიძახი ეს გავლილი რო გქონდეს ავტომობილს აი ნორმალური რო იყიდო რომ თქვენს პრობლემა არ შეგექმნათ სადღაც 2000-დან 3500-მდე უნდა იანგარიშოთ ასე რომ მე რაც შემიძლია ყველაფერს გაგიზიარებთ, რაც ვიცი, იმასაც გაგიზიარებთ და რაც არ ვიცი კიდე, იმას არასდროს არ გეტყვით, არ ვიტყვი და ვერც იმაზე ვილაპარაკებ.
ეხლა დაგემშვიდობები და ყველას გისურვებთ წარმატებულ დასვენების დღეებს. კარგი გაგზავნებოდეთ.